მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, საღამომშვიდობის დღეს 29 დეკემბერია, ორშაბათი, საღამოს 8 საათი და ეს იმას ნიშნავს, რომ ანალიზის დრო ეთერშია. ეს TV+-ია და მადლობა TV+-ის ხელმძღვანელობას ყველაფრისთვის და იმისთვის, რომ ეს გადაცემა არსებობს. დღეს ჩვენთან ძალიან საინტერესო სტუმარია კრწანისის თავარანგელოსთა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა მოსე ჭელიძე, რომელიც არის პლუს პოეტი და მწერალი. მამა მოსე, მოგეხსენებათ საქართველოში ძალიან მრავლად შემოედინებიან და კარგახანია ეს დაიწყო. ინდუსები, არაბები, სომალელები უკვე რამოდენიმე თვეა რაც უვიზო რეჟიმიც დაუწესდათ უკვე ავღანელებს, სირიელებს და ნიგერიელებს. ნიგერიელებსაც კაიხანია ჰქონდათ უვიზო, მაგრამ ახლა უფრო გამძაფრებულია ეს ყოველივე და აი მაინტერესებს რატომ ხდება ასე და რატომ არის საპატრიარქო ჩუმად. თქვენი პასუხი. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, მანამდე მინდა პატარა ექსკლუზივი გავაკეთო, რომ კითხვა რატომ შემოდიან. აქ არ არის ასე ვთქვათ, მარტო ეკონომიკური პრობლემა. აქ მარტო არ არის პოლიტიკური ასე ვთქვათ, რაღაც სცენარები. მე ვხედავ, აქ არის ღვთის ნება. და რატომ? პირველი წერი ასეთი ანდაზა, რომელიც ასე არის ორიგინალში. დაუსახლებელ ტერიტორიას აუცილებლად ჩინელი შეავსებს. მაგრამ ჩვენ ტოლერანტული ხალხი ვართ. არ გვიყვარს რასისტული, ასე თქვა, ფრაზები და ჩვენი კეთილშობილებით სიტყვა ჩინელი ამოვიღეთ. და დავწვიდეთ. აუთვისებელი ტერიტორიას მტერი აითვისებს. ახლა აქ ყველაფერი გასაგებია. რატომ არის აუთვისებელი ტერიტორია? ამას ახლავს ჩვენი შინაგანი ცუდი ამპარტავნული იმპულსები, რომელიცაგან საზრდოობს ჩვენი მომავალი ცხოვრების წესიც ყალიბდება და ჩვენი მსოფლმხედველობაც. ნახე, პირველი რაც მოხდა საქართველოში ამ პრობლემის სათავესთან იდგა, საქართველოში უკვე სიძედაც არ ღებულობდნენ ადამიანს თუ დიპლომი არ ქონდა. ანუ ერთ-ერთი მახასიათებელი ქართული მენტალიტეტისა იყო, რომ ყველას ქონოდა უმაღლესი განათლება. სტატისტიკური მონაცემებით. საბჭოთა კავშირის დროს 10,000 მოსახლეზე 256 ექიმი მოდიოდა ქართველი. როცა ეს მონაცემები რუსეთი, უკრაინა იყო 80-მდე, 30-დან 80-მდე. მეტი არა. პრესტიჟული უმაღლეს სასწავლებლის დამთავრებულები, იურისტების მთლიანად ბუმი იყო. და რაც აუცილებლად ჭირდებოდა ჩვენს მომავალ ეკონომიკურ საფუძვლებს, იმისი მიმართულებით ადამიანები არ ვითარდებოდნენ უმაღლესი განათლებისათვის. მეც არ ვკეთვი. იყო ასეთი შეგონებაც კი. თუ რომელიმე უმაღლეს ასწავლებს ვერ მოეწყობოდა, GPI-ში მაინც მოეწყობიო. აი ესეთი უპრობლემოდ მოწეული მოსავალი დიპლომებისა საერთო საგრებს ღებულობს, რომ დაიცალა მთიდან მოსახლეობა.
საქართველოს შეიქმნა თავკომპალას აი აგლომერაცია, ანუ თლიანად აი მოხდა თბილისში ამ ადამიანების თამოყრა, სოფლების დაცარიელება და შემდეგ ამას დაერთო 90-იანი წლები. 90-იანი წლები მოგეხსენებათ იყო არა ჯენტლმენური, არა რაინდული, არამედ ძალმომროვისა და არაქართული ბუნების, მტაცებლობისა და განგსტერული სულისკვეთებით. ამიტომ ამ განგსტერულმა კლანმა გაძლიერებულმა, რომელიც შემდეგ მხედრიონის სახელითაა, მთლიანად დაიწაცეს საქართველოს ეროვნული სიმდიდრე. და რაღა დარჩა ხალხს? გადავაკოროთ 90-იანი წლები, შემდეგ ისევ რევოლუციური აღდგინება, მერე მოსვლა რევოლუციური აღდგინებით ხელისუფლება წასული მთავრობისა, სადაც აბსოლუტურად გაჩანაგებულ ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას და საერთოდ მთლიანად საფინანსო ბიუჯეტს ყველაფერი, ასე ვთქვათ, წავიდა იმ დონებზე, რომელსაც საფუძველი დაედო კუპონიზაცია და შემდეგ ელემენტარული სახელმწიფო დავალიანების გასტუმრება. რაღა ეკნა ხალხს? ხალხს ერთადერთი გამოსავალი დარჩა ჯერ ჩამოსული მიმტოვებელი სოფლებისა მოკალათებული თბილისიდან უკვე თბილისშიც კი აღარ ედგომებათ და თბილისიდან გაედინება 4-ვე კუთხით რუსეთიდან დაწყებული ევროპის ხოლმე და თვით ამერიკაშიც კი მოხდა უკვე ქართველთა გადიდება. და როგორი ადამიანები გადიდებიან, რომლებიც უფრო არიან, ასე ვთქვათ, შემოქმედებად დაბადებულები, რომელსაც შეუძლიათ შექმნის, ასე ვთქვათ, განვითარების და ყველაფრის ის, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, პირობების შექმნა, რომ გადარჩეს. და დარჩა ვინ? ადამიანები, რომელიც აბსოლუტურად აი ამ შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ. შესაბამისად, რა ხდება? დაუძურებული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა გაფართახებული, დაცარიელებული ადგილი და უკვე მზერა არის სხვა ქვეყნებისგან საოცარი კლიმატური პირობები, საოცარი სოფლის მეურნეობისთვის ხელსაყრელი პირობები, ოღონდ ვინმე განავითაროს და ყველაფერის მიღწევა შეიძლება, მოსავალი 2-3 აქვს საქართველოში, აბსოლუტურად, აი თუ ჩვენ გადავხედავთ, ისეთი მოსავლიანი ადგილები, როგორც საქართველოს აქვს, ბევრ სახელმწიფოს არ აქვს, ხო? მაგრამ რა, სახელზე ჰქონდა სოფლის მეურნეობის საჭირო ინვენტარების ნაკლებობა, მანქანა ტრაქტორების 10 საბჭოთა პერიოდიდან გადმოყვა იმისი გავერანება, მიტაცება და ჯართება, ჩაბარება და აი ესეთ უმოქმედობის პერიოდში, რა თქმა უნდა, გარეშე ძალების მიწაქეზებით, აქაც უკვე საფუძველი გაჩნდა, მოამზადეს საფუძველი, რომ შემოსულიყვნენ ისინი. მაგრამ ეს არის ყველაფერი ის, ასე ვთქვათ, გარედან შეხედული, მაგრამ შინაგანად ეს არის ღვთისნება. არაფერი არ ხდება ღვთისნების გარეშე და უფალმა დაუშვა რატომ? იმიტომ დაუშვა უფალმა, რომ უჟულოებისა გამო უფალი უჟულების აღმოსავლად გამოიყენებს უჯულოთა ხელს, რათა ჩვენი უჯულოება არ მომკლავს. რადგან ჩვენ ჩეული ერი ვართ ღვთისა, ყოვლადწინა ღვთისმშობლის ჩეული წილხვედრი ერი ვართ. ამიტომ უფალი არ დაუშვებს ჩვენს განულებას. აუცილებლად ხელში აიღებს მათრახს და ჩვენი ცოდვისამთვის გაგროზგავს კიდევაც. რა თქმა უნდა, ის
თვითონ კი არ აიღებს ხელში. არამედ როზგის ხელში დამჭერი იქნება ჩვენი ავადმომზირალი იგივ შეგნებილი საზოგადოების მოსახლეობა, რომელსაც უნდათ რომ საქართველოში არსებული პირობები გამოიყენოთ მათ სასარგებლოდ. ამის მაგალითი რომ ღმერთი ამაში ერევა არის არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ კლასიკური მაგალითი. თუ როგორ გადარჩა რომი. აი როგორც რომის იმპერია განვითარდა და მიაღწია მაქსიმალურ კეთილდღეობას, მაგრამ პარალელურად თავი იჩინა სულიერმა სეხატაკე. იმდენად სოდვის მორებში ჩავარდა რომაელები, რომ უფალმა არ დაუშვა ქრისტიანების ბოლომდე გახსნა. რა გააკეთა მან? ტრამალებიდან აღადგინა ვინმე ატილა და შემოუსია ევროპას. ატილას ქვეშ მოექცა ევროპის ყველა სახელმწიფო და დარჩა მხოლოდ დასახლებად რომი. რომს მიმდგარი ატილა გეგმავს ბრძოლის წამოწყებას. მაგრამ ამ დროს რომში იჯდა სულიერი ძალიან მოაზროვნე შემდეგ წმინდა პაპა ჩერაცხული მოხუცებული, რომელიც გამოვიდა და გასაღებით და ეუბნება ატილას. ატილა შენ დაიმსახურე ქალაქი რომი. ქალაქი რომი ნიშნავს ესე იგი ბარადიული ქალაქი, აუღებელი ქალაქი. ატილამ პირველად იფიქრა, რამე მახეს ხომ არ იმიგებს ეს რომის პაპიო და მოგესალმებით რომის პაპი ჩვეულებრივად კათოლიკეები და მართლმადიდებლები განუყოფელი იყვნენ 1054 წლამდე. იმ დროის წმინდანები და ჩვენი წმინდანები საერთო არიან. მაგრამ ნახე რას პასუხობს რომის პაპი. არა ვატილა, მე მახეს არ გიგებო. პირიქითო, ჩვენ დავიმსახურეთო შენს ხელში რომ ჩავარდნილიყავითო, რადგან ჩვენმა უზრუნველობამო ღმერთი შეაწუხაო. ეს იმდენად დიდი აღსარება იყო, რომ გუფალმა მას ასევე ძალუც დასჯაც და სასჯელისაგან განთავისუფლებაც ჩააგონა ატილას, რომ ატილაო კი აიღე ქალაქს რომსო, მაგრამ აი შემდეგშიო რა, შენ ხომ არა გაქვსო მეფური სისხლი, ამიტომ შენ შვილსო მეფეთ არავინ არ მიიღებსო, ამიტომ ჯობიაო შესთხოვო რომის პაპსო დაქრუებული რომელიმე სახელმწიფოს დედოფალი დაგაქორწინოსო და შემდეგი შვილი რომ გეყოლებაო უკვე იქნება მეფური სისხლი და კანონითაც იმეფებსო. მოეწონა ეს აზრი ჩაგონებაში ყოფ ატილას თისგან და ასეც უთხრა. შედგა შეთანხმება, რომის პაპმა გადაარჩინა რომი, ატილამ მის დახმარებით წაიყვანა ვინმე ქვრივი სახელმწიფოს, რომელიღაც სახელმწიფოს დედოფალი და განუტევა. რა ხდება? თუ ჩვენ ამ კლასიკურ მაგალითს სულიერად შევხედავთ, ჩვენ სწორედ ის პროცესები გველოდება წინ. უფალი არ დაუშვებს ჩვენს განულებას. აუცილებლად მიგვიყვა ჩვენ იმ დონეზე, რომ აღსარებას ვიტყვით,
აღსარებას ვიტყვის იმ დონისას, რომ რაც ჩვენს უბედურებას ხედავს ღმერთი და ხალხი, ჩვენივე ცოდვების საფასურია. აი ამის შემდეგ მოხდება ქართული ერის შემოვლენა ღვთისაგან. და როგორც წმინდა მე დავით მეფსალმონი ამბობს, ისინი ხუნებითა და ეტლებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეუდით მათ. ანუ ნებისმიერი წინააღმდეგობა ღვთით გადალახული იქნება და აღდგება ერთიანი ქართული სივრცე, აღდგება ღვთისიყვარული, აღდგება ის დარღვეული იერარქია, რომელიც მეხუთე ცნება გვასწავლის პატივიეს დედასა და მამასა ჩვენსა, რათა კეთილი ხოხშე და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. აბა გამხედოთ ახლა. განა დღეს პატივცემელნი არიან ახალგაზრდები. მშობლებისა. არა. და რას ამბობს უფალი? ვინც პატივცემელია დედმამისა, მას მიეცემა რა? ნიჭი დღეგრძელობისა. რას ხედავთ სინამდვილეში? რამდენი ახალგაზრდა ხდება გარდაცვლილი. ახლა ვერ დავაბრალოთ უფალს, რადგან უფლის მიერ დადებულ წესს ვიცავთ, თუ არ არის პატივცემელი ახალგაზრდები მშობლებისა, რას უზამს? თუ პატივცემელს ცხოვრების გახანძრებას პირდება, დაუფასებლებს აშვება, მოაკლებს ცხოვრების წელთა სიმრავლეს. აი ეს არის უბრალოდ. კიდევ აი ეს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა მოვიხილეთ. რა დღესია ჩვენი განათლება? უსაშინლესი. მე სირცხვილით ვიწვი, რომ ნახე ხდება რაღაცეები, რომელიც მარადიულ ფასეულებების წინააღმდეგ არიან და ამას ხალხი ისწრუტავს როგორც სიბრძნეს. მაგალითისათვის თუ კი დღევანდელი განათლების ასე ვთქვათ მიზანს გავეცნობით, შინაარს შევხედავთ, სრულიად უგულოყოფილია შეგონება ჩვენი დიდი ბრძენი ხალხისა. რას ამბობს დავით გურამიშვილი? სწავლის ძირი მწარი არის, კენწეროში გატკბილდების. და მე როგორ აღსდგას ეუბნება დავით გურამიშვილი? მოსწავლე არასოდეს არ უნდა იყოს გათანაბრებული მასწავლებელთან. ასეც ამბობს უფლის მცნება. არა უმეტეს არს მოსწავლე მასწავლებლისა. შეგირდი ოსტატისა. და დღეს რა ხდება? განა მასწავლებლები და მოსწავლეები გამორჩეულობით არიან? არა, ვერც გაარჩევ რომელია მასწავლებელი და რომელია მოსწავლე. და ამის სათავე ვინ არის? ეგრეთ წოდებული სახელი და გვარი ამი და ხცოვანი კაცია. მე ყოველთვის ვერიდები სახელების თვალს. ერთი ვინმე აკადემიკოსია, ძალიან ხცოვანი კაცი, რომელმაც აბსოლუტურად შეიტანა აზროვნება განხეთქილებისა და მოსწავლეების ჩაანერგა ეგოიზმის ელემენტები. ამიტომაა დღეს მარტივად რომ ვთქვათ. ნახე, მოსწავლე არ უთმობს ადგილს მასწავლებელს, თანაც მოსწავლე ასე გონია, რომ უკვე ვალდებული არის, რომ მისი უფლებები იქნოს გათვალისწინებული, მაგრამ მოსწავლეს უგულებელ ყოფილი აქვს მასწავლებლის უფლებები და ერთი საოცარი რამ. ჩვენ იცით რა დონეზე ვართ? უფრო უარეს დონეზე, ვიდრე იყო
თქვათ ქრისტიანდელი ეპოქის განათლების სისტემა. ასეთი წესი იყო. როცა თუნდაც კეისარი და კეისრის ოჯახის დაბადებული შვილი მიეცემოდა მასწავლებელს მოსამზადებლად არ ქონდა უფლება დამჯდარი ყოფილიყო მოსწავლე და მდგარი ყოფილიყო მასწავლებელი. თუ გაითვალისწინებდა მასწავლებელი და პრივილეგიას მიცემდა კეისრის შვილს დამჯდარი იყო და თვითონ ფეხზე ყოფილიყო, გაიროზგებოდა მასწავლებელი და მოსწავლეც. მოსწავლე აბსოლუტურად მე კეისრის შვილიც კი იყო აღსავსდელი. ანუ ის იყო მებაღე, ეს იყო გამრუდებული რტო, რომელიც ყალიბში უნდა მოაქციოს და ყალიბი არის მტკივნეული, ხო ასეა? ჩვენ ავხედავთ, ერთი უცარი რაღაცა მოხდა, უცნაური. ხედავ აი ამ წოვანი აკადემიკოსკისგან დაკვალიანებულმა მასწავლებელმა, ეგრეთ წოდებულმა სტაჟირებულმა მოსწავლეები დასვა იატაკზე საჭმელები დაუძვა თვითონაც მიუჯდა და ჭამდა და 100 ატერებდა გაკვეთეს. მეწოდება, რომ აი ასეთი დონის განათლების სისტემა აბსოლუტურად არის დასანგრევი და მე სრულიად ვეთანხმდები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახით უგანათლებულესი პიროვნება არის. განა ის არ ხედავდა ამ განათლების სისტემის უვარგისობას. თვითონაც უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. და იცის, ასე ვთქვათ, ურთიერთობა მოსწავლეებისა, ლექტორებისადმი. აი ეს მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ამ მიმართულებით წავა. ახლა კიდევ რასაკითხია, რომელიც აი ამ დაცარიელებას რომ უძღვევს ხელს. თითქმის განულებული პატრიოტული სულისკვეთება. რას ნიშნავს ეს პატრიოტული სულისკვეთების თითქმის განულება? დღეს პატრიოტული სულისკვეთება მხოლოდ იგრძნობა შეიარაღებულ ძალებში. მაგრამ თქვენ რომ შეხედოთ შიგა ასე ვთქვათ ჭრილში თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გული მოგიგდება. უბრალო სოფლის გამგებლის შვილიც კი ამსახურობს შეიარაღებულ ძალებში. არამედ ყველაზე მოწყვლადი ადამიანების შვილები მსახურობენ ჯარში მხოლოდ. არადა აი ეს სისტემა სულ სხვაგვარად იყო მოწყობილი რევოლუციამდე საქართველოში. ნახე, რევოლუციამდე საქართველოში და საერთოდ საქართველოს სამეფოში, სამეფოში მოწყვლადი ადამიანების შვილები კი არ იცავდნენ შეიარაღებული ასე ვთქვათ ძალით ქვეყანას. არამედ იცნობდნენ შეძლებული კასტის ადამიანების თავადაზნაურთა შვილები იცავდნენ, მათი მოვალეობა იყო სამშობლოს დაცვა. და მოწყვლადი, ანუ ყმაგლეხობის ვალდებულება იყო სოფლის მეურნეობის საქმეობა და სოფლის მეურნეობიდან სამშობლოს ზურგის გაძლიერება. ახლა პირიქითაა. მოწყვლადი, გაჭირებული, ასე ვთქვათ, 1000 გვარად, ასე ვთქვათ, შეჭირებული ადამიანების შვილები მსახურობენ ჯარში. მამამოსე, რაშია გამოსავალი რო გითხრათ? ძალიან მარტივად. ამის გამოსავალი არის განათლების სრულყოფაში. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ერთ რაღაცას გეტყვით, გობენ ძალიან გულწრფელთ. სარკალური სიმღერა არის
მუმრი მუხასა. აი თუ თქვენ გაიგონებთ 90-იანი წლების შემდეგ რეპერტუარშიც კი არა სახელმწიფო ასე ვთქვათ ანსამბლების შეტანილი სიმღერა მუმრი მუხასა. რატომ? ეს არის სარკალური სიმღერა ოდითგანვე, სადაც ნაბრძანებია, რომ მუხა სამშობლოა, მუმლი არის სამშობლოს მტრები. და ნახე იმ ღრნელები, რომელიც წააქცევენ მუხას, მაგრამ ჩავარდნილი წყალში ვინ დაიხჩობა? მუმლი, ხოლო მუხიდან ყლორტი მაინც აღმოჩენდება. ანუ ეს არის სარკალური, რომელიც აბსოლუტურად კატასტროფულად მოქმედებს საქართველოს მტრებზე. არ დაგავიწყდეთ, ყოველი სიტყვა სარკალურია, რადგან თვით უფალი არის სიტყვა. სიტყვაში განცხადება, სიტყვაში განცხადება არის იესო ქრისტე. და ეს გამოიღეს რატომ? მიზანდასახურად, რადგან სამშობლოს გადარჩენის კოდი სარკალური სიმღერა არ ყოფილიყო და იოლი მოწყვლადი ყოფილიყო საქართველოს. ახლა განათლება რატომ არის სავალდებულო პატრიოტული სულისკვეთების გასაძლებლად? პატრიოტი არ შეიძლება იყოს გაუნათლებელი. აი გმირობის ახსნაც კი არიციან უმეტესობამ. რა არის გმირობა? გმირობა არის ინტელექტუალური ადამიანის შენაძენი. არა ინტელექტუალის გაწეული გმირობა მწყალებში არის ფანატიზმი. რას ნიშნავს ახლა კონკრეტულად და რასთან გვაქვს საქმე? გმირობა არის მაშინ, როცა ადამიანს აქვს რეალურად ორი გზა. უკან დახევისა სიცხვილის გარეშე, რომ ნაბრძანებია, უკან დახევა არ არის ღალატი. და რას ნიშნავს ეს? რომ თუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ასევე მეორე გზისა შეაგდეს მტერს, ესე იგი ამას აზროვნებს ვინ? ინტელექტუალი, ხო? ესე იგი უკან დახევა არ არის ღალატი ბრძანებითა და ასევე არის თავისუფალი სივრცე, რომ შეაგდეს მტერს და ინტელექტუალური მოაზროვნეს ადამიანის გარეშე ეს საქმე მოხდება, არ მოხდება რატომ? ვინც ამას გაუთვალისწინებად გააკეთებს და შეაგდება მტერს, მაგი არის ფანატიკოსი. მაგრამ მოაზროვნე იმიტომ აკვდება მტერს, რომ მან იცის, რომ უმოკლესი გზა ქრისტემდე არის ფიზიკური შეწირვა. ნახე, ინტელექტუალური გადაწყვეტილებას ღებულობს ადამიანი და იმ შემთხვევაშია ცხოვრება, როცა მან იცის გააზრებულად, რომ მე იმიტომ შევაგდები მტერს, რომ ეს არის უმოკლესი გზა ქრისტემდე. მაგრამ თუ ადამიანი მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ შევაგდები და მორჩა აღარ ვიტანჯებ, უკვე ბრძოლა აღარ გაგრძელდება, ის არის ფანატიკურად მოაზროვნე და ის გმირობა არა. აი გმირობის მეორე სახეც არსებობს, როცა გაუაზრებლად ადამიანს ადენიებენ ბჭყალებში გმირობას. მაგალითისათვის ავიღოთ ასეთი კლასიკური მაგალითი. ავღანეთში ომის დროს ინფორმაცია გააჩნია შტაბს, რომ მტერმა დაიკავა გარკვეული პოზიცია. მაგრამ რომელ კოორდინატზე, რა ტერიტორიაზე არის ის არავინ. აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს მტერი, მაგრამ როგორ? და მოიფიქრეს ასეთი გეგმა, კონსპირაციულად დაждდნენ მეთაურები და მოიფიქრეს ასეთი გეგმა. დილას ცხადდება, რომ ლეიტენანტი ვინმე სემიონოვი უნდა დაждდეს ასე ვთქვათ, ნატო პროდუქტების მზიძე გაიყოლიოს ჯგუფი და თან ეუბნებიან. არანაირი დაბრკოლება არ არის, გადიხარ ღამე ანთებული შუქით. პარალელურად ასევე ბრძანებას გასცემენ საიდუმლოდ
ავიაციის პოლკოვნიკს, რომ მზად ყავდეს ესკადრილია, როგორც კი მტერი აღმოჩნდება, იქვე გადაწყდა ყველაფერი ცეცხლს მიეცი. მიუხედავად ვის შეეწირება ამობს. საღამოს გასული ლეიტენანტი სემიონოვი ოცეულით უკან ვეღაბრუნდება. სამაგიეროდ მეორე დღეს ცხადდება, მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ის უთანასწორო ბრძოლაში მოხვდა. ახლა გეკითხები, სემიონოვმა გვირობა ჩაიდინა? მას ხომ არც გაუაზრებია. ის უბრალოდ იქნა შეწირული. ანუ უმეტესობა გმირობისა არის ეგრეთ წოდებული შეწირული ადამიანები, რომელთაც არანაირი ინტელექტუალური წიაღლა არ გაჩნდათ გმირობისათვის. ესენი არიან შეწირულები, პირველი კატეგორია ფანატიკოსები და შეწირულები. მაგრამ გმირები არიან მხოლოდ მოაზროვნენი. რომელთაც შეიგნეს, რომ მათი შეწირვა არის ღვთისადმი, ასე ვთქვათ, მსახურება და ღვთისადმი მსახურება მადლი გადმოვა თავის ელზე. ასეთი ადამიანები აუცილებლად არიან მხოლოდ და მხოლოდ მაღალ განვითარებული ინტელექტის მქონენი. და საიდან ახლა გასაღები? აქა უკვე საკითხი, რომელიც სრულიად აქტუალურია. ნახე, მუდმივი ბრძოლის განწყობაზე არის მართლმადიდებელი ერი. და მართლმადიდებელი მუდმივი განწყობაზე რო არის, მას სათავეში ყავს სარდალი, ეპისკოპოსის და მღვდლის სახით. და აქედან გამომდინარე რა ხდება? ჩვენ ვისთან ვაწარმოებთ ყოველდღიურ ომს? უხილავ მტრებთან, აზროვნებასთან. ამიტომ ყველა სფერო, რომელიც აყალიბებს ისეთ კატეგორიებს, სადაც არის ღვთისა და მამულის მსახურებისათვის განსაკუთრებული ადგილი, უნდა იდგნენ მედროშეებად, წინამძღვრებად მღვდლები. და მოგახსენებთ, არსებობს 4 ეგრეთ წოდებული პროფესია, რომელიც საერთოდ არა პროფესია, ესა მოწოდებითი. პირველი ეს არის მეფე და მღვდელი, მეორე ექიმი, მესამე მასწავლებელი, პედაგოგი და მეოთხე მართლმსაჯული. და რატომ? იმიტომ რომ არ დაბადებულა ქვეყანაზე ადამიანი, რომელსაც არ ნდობოდა მეფობა და გვირგვინით ძალაზე დაადგეს. არც არასოდეს ყოფილა ქვეყნიერებაზე ადამიანი, რომელსაც მღვდლობა არ უნდოდა და ძალაზე დაჰკიდეს ჯვარი. არც არასოდეს ყოფილა ადამიანი, რომელიც გინდა თუ არა ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნეო და ფენოდოსკოპი გადმოჰკიდეს კისერზე. არა. არც მასწავლებელი ყოფილა ქვეყნიერებაზე და ძალაზე არ შეუყვანია კლასებში და აუდიტორიაში გინდა თუ არა ჩვენს მომავლის განათლებაზე იზრუნეო. არც არასოდეს ყოფილა ქვეყანაზე ადამიანი, რომელსაც ჩაჩრას ხელში თემი და სასწორი. რა ხდება? როცა მეფე მოიაზრა, რომ ის ღირსია და შეუძლია რომ ერთს აუწყოს, მაშინ დაიდგა გვირგვინი. როცა მიხვდება პიროვნება, რომ ეს სფერო სულიერი სულიერი ასე ვთქვათ, დროშა აიღოს წინამძღვრობისა, ერისა, მაშინ მისი ვთქვათ, სურვილი ემთხვევა ღვთისნებას
და ასე ვთქვათ, ჩამოიკიდებს ჯვარს. მამაო, ერთი კითხვა მაქვს. რას ეტყოდით იმ საზოგადოებას, რომლებიც თანახმანი არიან ამ საქართველოს არაბიზაციის? როგორ? რას ეტყოდით იმ საზოგადოებას, იმ ქართველებს, რომლებიც თანახმანი არიან, რომ საქართველოში მოხდეს შემოდინება როგორც არაბების, ასევე ინდუსების? ეს არის ჩემი ღრმაწმენით სრულიად გაუაზრებელი პასუხი. და რატომ? ჩვენ არა ვართ მრავალრიცხოვანი ერი. ჩვენ არა ვართ ასევე შობადობით გამორჩეული ერი. მეცაც გეტყვით. 1977 წელს იყო ყველაზე დიდი შობადობა საქართველოში. იცი რამდენს წარმოადგენდა? 56,000 ადამიანს. ყველაზე დიდი შობადობა მოხდა 2012 წელს აღწერილობით და დაიბადა 21,000 ბავშვი, დაახლოებით ასე. შემდეგ სულიად იკლო და ახლა სადღაც 13-14,000 ბავშვი იბადება. ხედავთ 56,000-დან ჩამოვიდა 14,000-მდე. და კიდევ ამას რის ხარჯზე? სხვა ეროვნების ხარჯზე, საქართველოში მცხოვრებისა. უპირველესი გვარი რაოდენობით იყო თუ არ ვცდები ბერიძეები და იცი რომ მე ადგილზე გადავიდა? გადავიდა მე-9 ადგილზე. პირველი ადგილი დაიკავა ალიევმა, მამედოვმა და ასე შემდეგ. ესე იგი სამშობლო სახში რომ ერთი დღე გაათენოს იმათმა ვინც ამაც ფიქრობს მე მგონი სრული არ გაუჩება რადგან დაიბადა ალიევი დაიბადა მამედოვი და სადღაც მე-7 მე-8 მე-9-ზე გამოცხადება დაიბადა ქრივიძე გესმი აი იქ შეტყდება და მიხდება რაოდენ ზარალს კი არ მიაყენებენ საქართველოს არამედ თლიანად უზურპაცია მოხდება საქართველოში. და კიდევ რა არაბიზაციას აქვს კიდევ ერთი საშინელი ქვაკუთხედი. როგორც კი არაბების შემოდინება დაიწყება, გაახსენდებათ ისტორიული წარსული და მართლა იფიქრებენ, ძალუმატ არის საუბედუროდ თბილისის შემონახებში შემორჩანილი დაღი არაბული მმართველობისა და მართლა ირწმუნებენ რომ ეს თურმე დღემდე დაკარგული ყოფილა არაბეთის ტერიტორიისა და უკვე გამანთავისუფლებელ ასე ვთქვათ ხასიათსაც კი მიცემენ. ამის მაგალითი რეალურად ნახეთ. აბა წაიკითხეთ ორიგინალში რატომ არ ამბობენ თურქეთის თურქეთის პრეზიდენტის მიერ ეგრეთ წოდებული პოეტურად ნათქვამი ჯავახეთზე რას ამბობს? ნატანჯო მიწაო მალე გათავისუფლები რადგან მე მიმაგრებსო უძლეველი ჯარიო თურქეთისო. და რას ნიშნავს ეს? თუ არა იმას ესპანსიას. ხედავთ რასია საქმე. ძალიან რთული პროცესი იქნება, მაგრამ განწმუნებთ. აი, სრულიად დარწმუნებულია. აი, სახელითა მამისათა დარწესა და დასვენა. ეს არის როგორც წინარე მოგიყევით რომის პაპის მიერ აი ახსარების თქმა და ღვთისწყალობა მერე დაშვებული რომზე არასოდეს ქართველი ერი არ განულდება. ნულამდე არ დავა, რადგან ეს არის წიხვთერთი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ამიტომ აქედან მიმართული ეს უჯულების გზა აუცილებლად მიიყვანს ღვთის რისხვამდე და კარგ მაგარ მათრაგს გადაკვრავს თავზე. ამ ზუსტად არაბიზაციის პროცესით.
და შემდეგ ქართველ ეს დარჩება მხოლოდ ერთი რა აღსარების სინანულის თქმა რაც უკვე ღვთისგან იქნება უდიდესი შეწყნარებული უდიდესად შეწყნარებული და მოგცემს მას როგორც წერია წმინდა დავით მეფსალმონის ასე ვთქვათ ფსალმუნებში ისინი ხუნებითა და ეტლებითა ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა და ვერეუდით მათ ანუ რა ჩვენ უკვე აღსარებულნი ნურიდან დავიწყეთ უკვე ზეახსნას და აბსოლუტურად ღვთის შემწეობით განივცობა სულიად საქართველოს დიახ ნიკოფსიიდან დარუბადამდის აი ეს პროცესი იქნება აუცილებლად აი ასე დასრულებული ძალიან დიდი მადლობა მამა მოსე გადაცემაში სტუმრობისთვის ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის და ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის უღმესი მადლობა თქვენ რომ იქონიეთ მოთმინება შემწყალულობა და მომისმინეთ რა სამოთ ზუსტად ეგ რომ მინდოდა მაგიტომ დაგლაძა მეთვა შედავაგეთ წარმატებები ამინ ჩვენ კი შევხვდებით რა თქმა უნდა ზეგ საღამოს 8 საათზე და შემდეგ უკვე იხილავთ ძალიან ლამაზ საახალწლო ეთერს გაგახაროთ მეთვა გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელსაც გაცესკოვნებული და ბედნიერი გაკურთხოთ ღმერთმა და მე ვიტყოდი რომ დაე ქართული სული აქედან მოეფინოს თელ საქართველოს ამინ